ქალაქ სუმში უკრაინელი სამხედროები კვლავ წარმატებით აგრძელებენ რუსული იერიშების მოგერიებას და ამის პარალელურად დასავლელი პარტნიორები დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ კიევისთვის. Euronews Georgia-ს სამხედრო მიმომხილველი გიორგი თუხარელი შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში და სწორედ მასთან ერთად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე. მოგესალმები გიორგი. საღამომშვიდობისა და ველოდებით ჩვენგან უახლეს ამბებს. გამარჯობა. ისევე როგორც წინა დღეებშიც გასული 24 საათით საკმაოდ რთული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ასე მაგალითად ერთ დღეში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით 187 საბრძოლო შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა და უკრაინელებმა მოიგერიეს ეს იერიშები. ასევე ეს უწყება ავრცელებს ცნობებს, რომ ერთ დღეში 67 საჰაერო იერიში მიიტანა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე, გამოიყენა მართვადი პლანირებადი ბომბები და ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ ბოლო ერთი დღის განმავლობაში კომბინირებული შეტევა განახორციელა კრემლმა უკრაინაზე, რაც იმას გულისხმობდა, რომ იყო უამრავი ასობით ირანული წარმოების შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონები გამოყენებული, ასე მაგალითად 363 ერთეული შაჰიდის დრონი იყო გამოყენებული ამ იერიშის დროს. მათი ნახევარი ლიკვიდირებული არის ჰაერშივე და დაახლოებით 158 დრონი სპეციალური საშუალებებით, სპეციალური მოწყობილობებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხმელეთზე დასვეს, ანუ გაანეიტრალეს ეს იერიში. ასევე მნიშვნელოვანი იყო საარტილერიო იერიშები და აქვე უნდა ვთქვათ ასევე უკრაინის მხრიდან იერიშიც რუსეთის ტერიტორიაზე, ამას თვითონ კრემლის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს. მაგალითად 27 ივნისის ღამეს ივნისის მონაცემებით კიევმა 39 დრონით შეუტია რუსეთის ოლქებს, ძირითადად იყო ორი ოლქი, მათ შორის იყო ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორია და წინა დღეს 26 ივნისის მონაცემებით 16 დრონით. ანუ უკრაინაც უტევს, ასე ვთქვათ, რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამხედრო ობიექტებს. და რომელია ყველაზე აქტიური ზონები ამ თვალსაზრისით ფრონტის ხაზზე? ფრონტის ხაზზე აქტიური კერა ძირითადად არის ცენტრალური მიმართულება. ცენტრალურ მიმართულებაზე უნდა გამოვყოთ პოკროვსკის ფლანგი. ახლა თქვენ რუკაზე ვხედავთ, ეს პოკროვსკის მიმართულება არის დაახლოებით დონეცკის ზედა მხარეს. ეს არის ის დასახლება, რომელიც ასე ვთქვათ, დიდი ხნის მანძილზე ცდილობს კრემლი რომ აიღოს, ერთ წელზე მეტი ამ დასახლებასთან მიდის იერიში, თუმცა წინ ვერ მიიწევს. და პოკროვსკიდან ოდნავ ჩრდილოეთ ნაწილში არის ერთ-ერთი ასეთი დასახლება ტორეცკი, ტორეცკთანაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტორეცკთან გარკვეული პოზიციები დათმეს უკრაინელებმა, თუმცა ეს არის ერთგვარად ხელიდან ხელში გადადის, ასე ვთქვათ, ეს პატარა ტერიტორია ტორეცკთან. რაც შეეხება კიდევ უფრო ჩრდილოეთ რომ ავიწიოთ აღმოსავლეთის ფლანგზე ლიმანთან. აქ ლიმანთან რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ პოზიციები დათმეს რუსებმა უკვე ამ შემთხვევაში და უკრაინელები წინ წავიდნენ ლიმანის ფლანგზე. საერთო ჯამში რომ შევაჯამოთ, აქტიური კერა ძირითადად რადგან არის აღმოსავლეთი ფლანგი, აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები, სტრატეგიული ცვლილებები არ არის არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ აი მაგალითად პოკროვსკთან რუსეთის, ესე იგი დიდი მასით ცდილობს, საუქვეითი ძალის დიდი მასით ცდილობს იერიშები განახორციელოს, თუმცა შედეგი ჯერჯერობით მიუღწეველია და რუსები ამ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბს ვერ აკონტროლებენ. და რაც ეხება სუმს, აქ რა ვითარება? სუმში ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა დასვით. სუმში ბოლო პერიოდში იყო ცნობები, რომ აპირებდა რუსეთი კონტრიერზე გადასვლას და სუმის, ასე ვთქვათ, დაპყრობას. თუმცა ეს მიუღწეველი დარჩა კრემლის არმიისთვის, როგორც ჩანს და გუშინ გაავრცელა მაგალითად განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომ სუმში სრულად ჩავარდა რუსული შეტევა, გაჩერებულია რუსული არმია. ეს არის დაახლოებით ის ტერიტორია სუმში, სადაც აქტიური
საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დაახლოებით მანძილი ფრონტის ხაზიდან ქალაქ სუმამდე არის 20-დან 25 კილომეტრამდე და სწორედ ამ მასშტაბში გაჩერდა რუსული არმია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მას შემდეგ რაც ეს ოპერაცია, ასე ვთქვათ, ვერ დაგვირგვინდა ისე როგორც უნდოდა კრემლს, შეიცვალა სახელწოდება და ამბობენ ახლა, რომ სუმის ოპერაციას რუსეთში ამბობენ, ჰქონდა ბუფერული ზონის შექმნის ფუნქცია, ასე ვთქვათ და აქვე მნიშვნელოვან სიახლეს გეტყვით, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთმა დაიწყო მარიუპოლისკენ დამატებით ძალების გადასროლა სხვადასხვა რეგიონებიდან და სამხედრო ბლოგერები ამაზე საუბრობენ, რომ ეს შეიძლება მოასწავებდეს ახალი იერიშის წამოწყებას. ეს დაკავშირებულია თუ არა იმ წარუმატებელ, ასე ვთქვათ, იერიშებთან, როგორც სუმში იყო და ასევე აღმოსავლეთ ფლანგზე, რომ ეს გარკვეულწილად ყურადღების გადატანის მანევრია თუ არა, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა უკრაინულ მედიაში აქტიურად წერენ, რომ სწორედ მარიუპოლში ხდება ახლა გარკვეულწილად ახალი სიმძიმის ცენტრის შექმნა რუსეთის საოკუპაციო არმიის მხრიდან.